ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში სექტემბრიდან საქართველოში ნაწარმი პროდუქციის გატანა ევროპულ ქვეყნებში საბაჟო გადასახადის გარეშე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრეს. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს იმ ვალდებულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაქმნელად ადგილობრივი სპეციალისტები უცხოელ კოლეგებთან ერთად უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. თუმცა ევროპული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად საჭიროა ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებსაც ხელისუფლება ეტაპობრივად განახორციელებს. ეს შეთანხმება გულისხმობს სხვადასხვა სფეროს რეფორმას, როგორც საკანონმდებლო რეფორმას, ასევე ინსტიტუციურ რეფორმას. მიზანია, რომ ჩვენ მოვიყვანოთ, დავაახლოვოთ ჩვენი კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან და ასევე მოვიყვანოთ ჩვენი ინსტიტუციები შესაბამისობაში ევროპულ ინსტიტუციებთან. აქ იგულისხმება როგორც საზედამხედველო, ასევე აღმასრულებელი ორგანოები სავაჭრო პოლიტიკის სფეროში. ეს რეფორმები ხორციელდება, დაწყებულია როგორც მოლაპარაკების პროცესში და გაგრძელდება მათი იმპლემენტაცია. ქვეყნისათვის და ჩვენი რეგიონისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პაკეტია, რამდენადაც ამით უზრუნველყოფილი იქნება საექსპორტო პოტენციალის გაზრდა მთელი ქვეყნის, ამავდროულად საინვესტიციო ნაკადების შემოდინებას შეუწყობს ხელს, მოხდება სატარიფო ლიბერალიზაცია და შესაბამისად აღნიშნული შეთანხმების განხორციელებით ქვეყანა მთლიანობაში მიიღებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს.